მოგესალმებით, რადიო იმედს უსმენთ FM 105.9-ზე, ხოლო ის ადამიანები, ვინც რადიო იმედს უყურებენ სოციალური მედიის პლატფორმის მეშვეობით, იქნება ეს რადიო იმედის Facebook გვერდი თუ YouTube არხი, გაცილებით მეტი საშუალება აქვთ, რომ ჩვენთან ერთად დრო გაატარონ რუსთავის ცენტრალურ პარკში, სადაც ჩვენ ახლა შევიკრიბეთ ქალბატონ ნინო ლაცაბიძესთან ერთად. რუსთავის მერთან გამარჯობა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დროში მოგზაურობა ქვია ქალბატონო ნინო ამ გადაცემას და შევეცდებით ჩვენ ახლა რომ რაღაცნაირად რუსთავის ბოლო ათწლეულები რა იყო, როგორ ტრანსფორმიდა ძალიან ბევრი საკითხი, განწყობა როგორ შეიცვალა რუსთავის მიმართ, ამ ყველაფერზე ვისაუბროთ. სიამოვნებით. ეს იქნება ჩვენი განცემის მთავარი თემა, მაგრამ არ შეიძლება არ შევეხმიანოთ ფესტივალს ქართული. იმიტომ რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში რეალურად რაც ივნისი დაიწყო, 10 რიცხვიდან გაიხსნა ფესტივალი. აი ამინდის, ქარის, წვიმის და ყველაფრის მიუხედავად ფესტივალი ჩატარდა ძალიან კარგად მე მგონი. აბა თქვენი შეფასებებიც მოვისმინოთ. მადლობა პირველ რიგში, ყოველთვის გვიხარია რა პლატფორმაზეც არ უნდა იყოს, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ ჩვენი ქალაქის წარმატებულ პროექტებზე, როგორც ქართულია, ვისაუბროთ იმ მიმდინარე პროექტებზე, რომელსაც ვახორციელებთ და მათ შორის გამოწვევებზეც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გამოწვევებია, რაც გვაძლევს мотиваციას, რომ დავძლიოთ და უკეთესი ქალაქი გქონდეს ხვალ. ფესტივალი ქართული ყველაზე საყვარელი ტრადიცია გახდა რუსთაველებისთვის. აერთიანებს ათასობით ახალგაზრდას, იმ ახალგაზრდებს, ვისაც განსაკუთრებით უყვართ ქართული ქორეოგრაფია, დიდი სიყვარულით სწავლობენ, გავაერთიანეთ ქალაქი ამ ფესტივალის გარშემო, გავაერთიანეთ ჩვენი ქვეყანა და წელს უკვე ჩვენი ემიგრანტები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ის ადამიანები, ვინც ქართულს ქვეყნიდან მოშორებით სწავლობენ, იმ ადამიანებსაც კი უმასპინძლეთ და ძალიან საამაყოა ჩვენი გუნდისთვის ფესტივალი, რომელიც ამდენ ახალგაზრდას აერთიანებს და ესეთი ქართული ღირებულებების მატარებელია. როგორი ემოცია იყო, რომ აი აქ რუსთავის პარკში აქვე არის დიდი სცენა მოწყობილი, აი აქ გამოდიოდნენ ემიგრანტები, რომლებიც ძალიან შორეული ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ და თავისი ქვეყნის წარმომადგენლებს, თანამემამულებს პირდაპირ პარკში სცენიდან შეეგებნენ. საოცარი ემოცია იყო. ბევრი მათგანი ნამყოფი არ იყო საქართველოში და პირველად ჩამოვიდა და მით უმეტეს ალბათ რუსთავში და ამ სცენაზე. რამდენიმე რუსთაველი ბავშვი ყავდა, რომელსაც ვეუბნებოდით, რომ იმედი არ შეგარცხვინეთ და თქვენს თანატოლებს სათანადოდ დავხვდით. მშობლები იყვნენ და ამბობდნენ, რომ ამდენი ბედნიერი ადამიანი ერთად ბოლო პერიოდში არ გვახსოვს სად ვნახეთ და მოკლედ ძალიან კარგი გამოხმაურება, ძალიან კარგი შეფასებები იყო და ჩვენი პირველი წარმოდგენები ფესტივალზე იყო, ფიქრობდით, მახსოვს სიტყვები, როდესაც ფიქრობდით ხოლმე, რომ აი წარმოვიდგენდით ქართულ ფორმებში გამოწყობილ გოგო ბიჭებს, რუსთაველებს, როგორ დადიოდნენ აქ პარკის ტერიტორიაზე და უფრო შორს წავედით და ძალიან მიხარია, რომ გუნდი, რომელიც ამ ფესტივალს ეხურება, გამორჩეულად მოსიყვარულია ამ თავისი პროექტის. ამას მხოლოდ ხელფასის გამო ნამდვილად არ გააკეთებ და თუ არა ქალაქის სიყვარული, თუ არა იმის სიყვარული, რასაც აკეთებ, ეს 24 საათიანი რეჟიმი, რაც მათ აქვთ და თან ამინდი თუ არ შეგხვდა და წვიმიანი ამინდები დაგონხვა, კიდევ უფრო ესეთია დამღლელი და სტრესულია, თუმცა ძალიან მაგრად გაუმკლავდნენ და მიხარია. და ხალხის მხრიდანაც მინდა ვთქვა, რომ ჩემი თვალით რო არ მენახა, გახსნის ღონისძიება, როდესაც 10 ივნისი იყო და გეგმილი, აქ მოხდა, არ ვიცი, წარუღნა თუ რა შეიძლება დავარქოთ ამ ამინდს, მაგრამ გადაიღო თუ არა წვიმა, აი ბოლო წვეთი შეწყდა და მომენტალურად გაივსო ტერიტორია ხალხით, ანუ რო არ იყოს ეს სიყვარული, ეს ინტერესი, რა ვიზიტორი ყავდა. 80,000 ვიზიტორი. ხო, აი სიყვარული თუ არა რა მოიყვანდა ამ ამინდში ხალხს, ხო? ნამდვილად და აი სინერგია რაც აქ არის, ეს არის ქართული გენის სინერგია და ძალიან ბედნიერი ვარ რომ წელს დავასრულეთ. ის მიზნები რაც ჰქონდა მიღწეულია და ვემზადებით უკვე მომავალი წლის. უკვე მომავალი წლისთვის დაიწყო მზადება. კარგი, მოდი ახლა გადავხედოთ რუსთავის თავისი ბოლო წლების ამ ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიებით, გარემოს შეცვლით, იმიტომ რომ ჩვენ ახლა პარკში ვსვედვართ, ჩვენ მსმენელებს ვეთქვით, რომ დაახლოებით ჩვენ ვართ ერთი თაობის, ერთ უბანში ცხოვრობდით რუსთავში და ვიცით 90-იანი და 2000-იანი წლებიდან ეს ტერიტორია რომ საერთოდ არ იყო ესეთი. ჩემს ბავშვობაში მაგალითად აქ ჭყალებში შატალოზე წამოსვლა იყო ერთ-ერთი ყველაზე საშიში თავგადასავალი, ხო? აი როგორ ტრანსფორმირდა ნელ-ნელა ყველაფერი ისე რომ დღეს ამ პარკში ჰამაკებით ჩამოკიდებული ბავშვების სეირნობით, ეტლებით, ძიძებით, შინაური ცხოველები, ხო, აი სრულად უსაფრთხო და ისეთი გარემოა, რაც ადრე შორეულ ქვეყნებში ევროპაში გვინა. ხორციელები და დაბადების დღე. ხო?
აი, რამდენად აქ მარტო რემონტზე ხო არ არის საუბარი და მოწესრიგებაზე, ეს მენტალობის ცვლილება, ეს რაღაცნაირად გარემოს ცვლილება, დამოკიდებულება ხალხის. აი, ეს წლიდან წლამდე როგორ შეიცვალა და რამდენად რთული იყო ეს პროცესი? იცით არის, ალბათ ყველგან ვერ ვისაუბრებთ ამ საკითხზე, იმდენად ბევრი ყოფითი პრობლემა გვაქვს ქალაქში და იმდენი გამოწვევა, წყალი იქნება, გზები იქნება, სახურავები, ლიფტების რეაბილიტაცია, ეს მიმდინარე რაც არის, რომ ძალიან რთულია, როდესაც ადამიანს მსგავსი პრობლემები აწუხებს, ესაუბრო ცხოვრების სტილზე, რომელიც ჩამოსაყალიბებელია ჩვენს ქალაქში უფრო მეტად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი ყოფით გამოწვევებთან ერთად აუცილებელია, რომ ვიზრუნოთ და დავისახოთ მიზნად განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა. აი ახსენეთ, რომ ერთი თაობა ვართ და მე ალბათ თქვენს უნივერსიტეტში, როდესაც სწავლობდით, იქ ვიწევდა ყველა ის სერვისი მიგვეღო, რაც იმ ასაკისთვის მნიშვნელოვანი იყო, იქნებოდა თეატრი, კინო, კაფე, და აქ ეს ყველაფერი არ იყო სამწუხაროდ. მათ შორის არის ესეთ ფესტივალზე წასვლა. ჩვენ უფუნება არ ქონდა ამის. ახლა ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ადგილზე იყოს ეს შესაძლებლობები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ ცოტა დრო გვინდა კიდევ. აი პირველი ფესტივალი ოქსიგენიც, იცით რომ ოქსიგენიც ჩვენი ახალგაზრდების მონდომებით დავიწყეთ და მახსოვს, როდესაც ვიდექით და უყურებდით ოჯახები რომ მოდიოდნენ და ვამბობდით, რომ ნეტა ეხა ღმერთო პლედი გაშალოს. ვინმე და დაბანაკდეს ხო? უბრალოდ როგორც ფესტივალს შეეფერება, გვინდოდა რომ აი ისე ყოფილიყო და როდესაც ეს დავინახე გაგვეხარდა. უშინაც უყურებდი აქ რამდენიმე დაბადების დღე იყო. ოჯახებით იყვნენ მოსულები, ეკლებით, ბავშვებთან ერთად და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც აი ამ ყველაფერს ხედავ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ მსგავსი სივრცეები იყოს უსაფრთხო, იყოს მოვლილი, მოწესრიგებული, რეკრეაციული, მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო გქონდეს და უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, როდესაც ხედავ, რომ ამის საჭიროება დგას და ატარას შექმნით თუ არა. ძალიან სწორი გამოყენება ხდება ამ ყველაფრის, კიდევ უფრო მეტი გვაქვს მოტივაცია, რომ მომავალში ჩვენი ქალაქი იყოს 7 ევროპული უსაფრთხო ქალაქი, სადაც თითოეული ოჯახი კომფორტულად იგრძნობს თავს. აი ეს კონცეფცია ახალგაზრდული და საფესტივალო მიმართულება. ეს კონცეფცია რაიმე მოდელის მიხედვით მოვიდა, აი როცა დაიწყო ამაზე ფიქრი, რომ აი რა კონცეფცია მოვფიქროთ რუსთავის ისეთი, რაც გაამართლებს. საიდან წამოვიდა, რამე მოდელიდან არის აღებული თუ თვითონ ქალაქმა და გარემომ იკარნახათ ასე ვთქვათ. პირველი რომ ჩვენი ცენტრალური პარკი ალბათ ყარნახობს იმას, რომ ძალიან ბევრმა არ იცის, რამდენად უნიკალური სივრცე გვაქვს. მეორე ძალიან ცოტა ადამიანი ჩამოდის რუსთავში, არ ვართ განებივრებული მოდლებით. არ ვართ ესეთ ტურისტულ მარშრუტში ჩართული და გვინდოდა რომ სტუმრები ყოლოდა ჩვენს. მთელი ცხოვრება და მთელი ჩვენი ახალგაზრდობა ჩვენ ვიყავით სტუმრების სხვაგან. იქით სხვა ქალაქებში. რაღაცნაირად ეს მასპინძლობის შეგრძნებაც ძალიან კარგია, როდესაც სხვადასხვა რეგიონიდან, სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან ბევრი ადამიანი ჩამოდის. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირია ნეგატივი, ხშირია დაყოფა ადამიანების და ფესტივალი და ქართული აერთიანებს ქალაქს. უპირობოდ დათქმების გარეშე და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა ვფიქრობდით რა არის ის, რამაც შეიძლება მთელი ქალაქი გაერთიანოს. ეს არის ხელოვნება და კულტურა და ეს არის სპორტი. და დაიბადა ოქსიგენი, მუსიკალური ფესტივალი, დაიბადა სახვითი ხელოვნების ფესტივალიც ამ პარკში, ქართული ცეკვა და სიმღერა, რაზეც საუბრობთ. და ასევე დაიწყო გათხრები, არქეოლოგიური გათხრები, რომელმაც შეიძლება ვთქვათ, არა აქვს მართლა რუსთავის ისეთი ისტორია, როგორც სხვა რეგიონებში საქართველოში, მაგრამ მაინც თავისი ციდენტობა და საფუძვლები აჩვენა, ხო? ეს ნელ-ნელა გაჩნდა ეტაპობრივად ეს ყველაფერი. ეს ჩვენი ისტორიის უფრო მეტად წარმოჩინების შესაძლებლობა იყო, ჩვენც არ ვამბობთ, რომ რამე განსაკუთრებული ამბავია, თუმცა ის რომ ქვეყნის მასშტაბით ბევრმა არ იცის რუსთავი მეტალურგიამდე და მხოლოდ მეტალურგიიდან აითვლება მეტალურგიის მშენებლობიდან ჩვენი ისტორია. გვინდოდა რომ ამის ხაზგასმა მომხდარიყო და დავიწყეთ არქეოლოგიური გათხრები, სადაც ძალიან უნიკალური ნივთები უკვე აღმოვაჩინეთ და წინ კიდევ ბევრი აღმოჩნდება. ანუ ეს პროცესი გრძელდება, ხო? თუმცა მეტალურგიულ ქარხანას თავისი
პლუსები და ბონუსებიც ჰქონდა, რადგან დროში მოგზაურობთ, გავუზიარებ ჩვენს მსმენელებს და მაყურებელს იმ ამბავს, რომ აი მძიმე და რთულ წლებში, როდესაც თბილისში მაგალითად ადამიანები ეზოში ვიკრიბებოდით, რომ ერთ ჩაიდან შეაგვედუღებინა ჩაი და იყო მართლა ძალიან მძიმე პერიოდი ელექტროენერგიის და გაზის კუთხით, რუსთავს ეს ფუფუნება, ანუ იმ დროისთვის ეს ფუფუნება იყო. ქონდა და თუნდაც მეტალურგიული ქალხის დამსახურებით აქ იყო. მე მახსოვს, რომ ზამთარი რო დადგებოდა ნოემბერში რაღაცა მთელი ოჯახი ავიკრიფებოდით და რუსთავის სახლში გადმოვდიოდით, რომ გამოგვეზამთრებინა, იმიტომ რომ ეს ქონდა რუსთავს და მეტნაკლებად ასე ვთქვათ უფრო მეტად ისე ვატარებდით აქაური ბავშვები დროს, რომ ის სირთულეები რაც თბილისში იყო, აქ არ შევხვებია. გახსოვთ ეს წლები? კი, როგორ არ მახსოვს. როგორ შეიძლება არ გახსოვთ? ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თაობის აი დღევანდელი საქმიანობა, ჩვენ თაობას ძალიან ბევრი აქვს გამოვლინდა და მე ვამბობ ხოლმე რომ რაღაცა შუა თაობა გამოგვივართ, ხო? ჩვენი მშობლები და ბაბუები ჩამოვიდნენ ქალაქის ასაშენებლად, ჩვენ უკვე დავიბადეთ აშენებულ ქალაქში და უკვე ჩვენი შვილების თაობა მოდის და ჩვენ აი მშობლებიც ვიცით, ის 90-იანებიც გამოვიარეთ, ის უწყლობა და დენიც და არ ქონაც გამოვიარეთ და დღეს ვხედავთ ახალ თაობას, რომელსაც აბსოლუტურად სხვა მიზნები, სხვა მისწრაფებები, სხვა სურვილები აქვს. მათ ხო არ იციან ის რა იყო, რაც ჩვენი თვალით ნახეთ და გამოცდილებაში დაგვჭირდა. ჩვენი თაობა არის ის თაობა, რომელმაც ზუსტად ამ პერიოდში ქალაქის განვითარებაზე უნდა იზრუნოს. რომ ქალაქი შედგება თითოეული მოქალაქისგან და ჩვენ დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს სათანადო ყურადღება ჭირდებათ, სათანადო სერვისები ჭირდებათ, სათანადო არ ვიცი, გარემო ჭირდებათ და ახალ თაობას რადიკალურად სხვა ამბავი უნდა. ასე რომ ჩვენი თაობა ორივეს კარგად იცნობს და განლილიც და სულ ფიქრობთ ხოლმე ამაზე, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი თაობის ადამიანების დღევანდელ რუსთავის განვითარებაში ჩართვა, რომ სწორად დავინახოთ ქალაქის მომავალი, ყურადღება მივაქციოთ მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს და ახალგაზრდებს, გაუჩინოთ ახალი შესაძლებლობები. მათ შორის კულტურა და სპორტი ჩვენ გულს წარმოუდგენია, რომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ახალგაზრდებისთვის. განათლებასთან ერთად, განათლება რაღაც ცენტრალურია უბრალოდ აღარ ვახსენებ, თუმცა არაფორმალური განათლების ნაწილში ჩვენს ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როგორც ახლა ჩემი გამოცდილებიდან მახსოვს, სკოლის დამთავრება ნიშნავდა იმას, რომ აბა სად მიდიხარ თბილისში. რომ მაინც იქ არის ცენტრი, ანუ ახლოს არის რუსთავი და თბილისი, ტრანსპორტიც არის და მაინც რაღაც ერთ მიზიდულობა მიდის იქით და აი აქ თუ განათლების, უმაღლესი განათლების მიღების მეტი საშუალება იქნება და საგანმანათლებლო კუთხითაც მიეცემა რუსთაველ ახალგაზრდას აქ დამკვიდრების და დარჩენის საშუალება, ეს უკვე ძალიან დიდი პერსპექტივაა სამომავლოდ. ჩვენ ახლა საწარმოო ზონა საკმაოდ დიდი გვაქვს, საწარმოები, ქარხნები, რომლებიც ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ობიექტებია, არა მხოლოდ რუსთავის, არამედ ქვეყნის ეკონომიკაში შეაქვს ძალიან დიდი წვლილი რუსთავის იმ ქარხნებს, რომელიც გვაქვს და ფიქრობთ, რომ აი ტექნიკური ნაწილი, ისეთი პროფესიები, რომელიც სწორედ ამ საწარმოებთან არის დაკავშირებული, ძალიან საინტერესო იქნება და ის პროექტი, რომელიც პრემიერმა დაანონსა, მაგ შესაძლებლობასაც, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობასაც უკვე მოგცემს. ასევე თბილისელებს არ გეწყინოთ, მაგრამ რუსთავი იყო პირველი ქალაქი, როდესაც ღია ცის ქვეშ ახალი წლის აღნიშვნა მოეწყო ქალაქის მერიის წინ მოედანზე. მახსოვს, ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ, ეს 97-18-19 წლები იყო, მაგრამ 2000-მდე მოხდა ეს და ეს იყო რაღაცა ჯადოსნობა, როდესაც რაღაც ერთიანად გავედით ყველანი, დადგა ღამის 12 საათი და ერთად მეზობლებმა, უბნის ბავშვებმა და ადამიანებმა აღნიშნეთ ახალი წელი და ეს ამბავი მე გამახსენდა წლევანდელ ახალ წელს, როდესაც მე მგონი რუსთავმა მოიგო საუკეთესო დადგმებში, როგორც საახალწლო, როგორ თქვა, წარმოდგენა, ხო? როდესაც აი თქვენ დაგეგმეთ ესეთი ახალი წელი, ფანჯრიდან რო იწყებოდა პირველი კადრი და ნელ-ნელა ესე ნაცდებოდა ქალაქის საახალწლო ფერებით და განწყობით. როგორ დაიგეგმა ეს და გავიხსენოთ ეს ნაწილიც, იმიტომ რომ ნამდვილად მოუგო რუსთავმა ბევრ დიდ ქალაქს ვაღიაროთ ახლა ეს ამბავი. ჩვენ უბრალოდ გვინდოდა რომ ქალაქური თბილი ახალი წელი გქონოდა და ნაძვის ხისანთება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვიცით გამოწვევები, ვიცით რა გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ არის დღეები და არის საკითხები, რომელიც ვერ დაელოდება ყველა გამოწვევის გადაჭრას და
ახალი წელიც ისეთი დღეა, რომ ნაძვისხის ანთება და ახალი წლის დღეებიც ისეთია, რომ ბავშვებისთვის განსაკუთრებული საზეიმო განწყობა უნდა შევქმნათ და ამისი ვალდებულება რაღაცნაირად კარგად გვაქვს გააზრებული. რაღაც ეს ჯადოსნური მომენტი უნდა მოხდეს. ხო, აი არიან ხოლმე რაღაც სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები, რომ აი რა დროს ეს არის, ეს გვაქვს გასაკეთებელი, ვიცით, მაგრამ ბავშვებს ჭირდებათ თავისი გარემო, თავისი ემოცია, რომელიც დარჩებათ, რომელიც ქალაქთან იქნება დაკავშირებული. აი როგორც თქვენ გახსოვთ ის ერთი ჯადოსნური საღამო ნაძვისხის ღიაცის ქვეშ და ახალი წლის შეხვედრა. ესეთი მარცვლებით ვაყვარებთ ქალაქს, რომ კარგი მოქალაქე გაიზარდოს, ემოციური კავშირი გქონდეს ქალაქთან და შეძლოს, რომ მე თვითონაც რაღაცნაირად პოზიტიურად მოაბრუნოს ის სიყვარული ქალაქისადმი. ახალი წელი განსაკუთრებით გვიყვარს და ვემზადებით აი როდესაც ჩატარდა ეს ღამის ღონისძიება, მე აკვირდებოდით როგორ უცებ ყველა გვერდზე გამოიფინა ეს ვიდეო და მოედო მთელ ქართულ მაყურებელს და რაღაცაირი წესი გვაქვს, რომ ჩვენ ყოველთვის გვირჩევია, რომ რუსთაველი იყოს დაკავებული იმაში, რასაც ვაკეთებ. აი ძალიან არ ვიპრანჭებით და ვამბობთ, რომ შეიძლება არ არის თქვათ პროფესიონალი, მაგრამ არა უშავს რუსთაველია. ჩვენ სცენაზე ისწავლის, ჩვენ სცენაზე პირველად გამბედაობას მოიკრებს და უკვე ქალაქიდან რო წავა, სხვა სცენაზე რუსთავს რო წარმოადგენს, უკვე ისეთი იქნება და აი ეს რაღაცა კარგი ტრადიცია გვაქვს, რომ მაინდა-მაინც არ ვეძებთ ხოლმე რაღაცა საოცარ პროფესიონალ ადამიანებს, რომელსაც ასევე ძალიან კარგად გაბოსდით. ალბათ გვირჩევნია, რომ ჩვენი იყოს და ჩვენი რუსთაველებით დავტვირთოთ ნებისმიერი ის ღონისძიება, რომელსაც ვატარებთ ხოლმე. აი ახალი წლის ღონისძიებაზე სრულად რუსთაველები იყო. ყველა რუსთაველი იყო. იქ მუსიკის პედაგოგი ვნახეთ ძალიან კარგი, იქ ახალგაზრდები ვნახეთ, იქ გუნდი ვნახეთ, რომელიც მღეროდა და ნუ აი საოცარი ჯადოსნური თან ჩვენში რო ვიცით ეს დეტალები. აი ძალიან ემოციური იყო ჩვენთვისაც. ეგ კარგი კონცეფციაა მიგნებული, რომ ადგილობრივმა თავისი ქალაქისთვის რაღაც შექმნას ასე ვთქვათ. აი როგორც ოჯახში წარმოგვიდგენია, რომ ჯობია აქ იმეცადინოს ჩვენ სცენაზე რაღაცას ძალიან მარტივად უყურებთ და მე ძალიან მომწონს ეს მიდგომები. ჯობია აქ იმეცადინოს და მე უკვე ქალაქს რომ წარმოადგენს სხვა სცენაზე, უკვე ძალიან ისეთი თამამი იქნება. საფესტივალო ქალაქი იყო აქამდე ამ წლების განმავლობაში, რაც მეგონა. ეს რჩება ესე თუ აი რა ტყალიბდება საბოლოო ჯამში, რა არის ყველა ქალაქს აქვს თავის კონცეფცია. თბილისზე არ ვლაპარაკობ ქუთაისს თავისი, ხო? ბათუმს და თელავს და ასე შემდეგ. აი რუსთავი როგორ წარმოგიდგენიათ რაღაცა პერიოდის შემდეგ, აი რა ქალაქად იქნება ჩამოყალიბებული ახალგაზრდების ცნობიერებაში? ჩვენ ვამბობთ ახალი ქალაქი დიდი ისტორიით და ძალიან ბევრ ამას მოიცავს. ახალი ქალაქი თავისი შინაარსით, თავისი თანამედროვე მიდგომებით, ახალგაზრდებით და საუნივერსიტეტო ნაწილი გაახალგაზრდავებს ქალაქს. დიდი ისტორიის ნაწილში პატივისცემა ყველაფერს, რაც ჩვენამდე მოიტანეს ქალაქის თითოეული დღე ის პროექტები, რაც შეება წინამორბედებმა, მათ შორის კიდევ უფრო დიდი ისტორიის მატარებელმა ადამიანებმა შექმნეს ამ ქალაქში. მეგობრობის ქალაქს ვარქმევთ ხოლმე, რომ მეგობრობის ქალაქი ვართ და მეგობრობის ქალაქთან ერთად გვაქვს ამბიცია, რომ ფესტივალების ქალაქიც ვიყოთ, სტუდენტური ქალაქიც ვიყოთ, ინოვაციები და თანამედროვე მიდგომები დავნერგოთ და ალბათ ჯერ კიდევ ძიების პროცესი გაგრძელდება. თუმცა ეს ახალი ქალაქი დიდი ისტორიით ამბობს იმასაც, რა არის მომავალი და რა იყო ისტორია და წინა ნაწილი, რამაც აქამდე მოიყვანა. ყველაფერს, რაც ჩვენი ისტორიის ნაწილია და ვქმნით ახალს, რაც შეგვიძლია. ბევრი რამე შეიძლება არ გამოგვივიდეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ხედავს თითოეული რუსთაველი, რომ ცდელობას არ ვაკლებთ, სიყვარულს არ ვაკლებთ და ძალიან გვინდა, რომ უკეთესი ქალაქი დაუტოვოთ. ბურთიც გვაქვს მოედანიც, უბრალოდ მე გავერთიანდეთ ქალაქი. მხოლოდ მუნიციპალიტეტს, მხოლოდ მერიას, მხოლოდ საკრებულოს, ან მხოლოდ მოქალაქეს ეს არ გამოუვა, გამოგვივა მხოლოდ ერთიანობით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რუსთაველებს. წარმატებები ყველა ძალიან საინტერესო საქმეში, ბურთიც მოედანის, პარკიც და ამინდიც იქნება იმედი მაქვს, მაგრამ თქვენ არ გაშინებთ ამინდი ამ ივნისის წვიმების და ხარის მიუხედავად ყველაფერი წარმატებით
და ასეთი იყო ფესტივალი ქართული, რომელმაც დაამტკიცა 10 დღის განმავლობაში, ის რომ შეუძლია ნებისმიერ ამინში წარმატებული საღამოები მოაწყოს და დარწმუნებული ახალი ასეთი ტრადიცია იქნება. ჩვენი ქალაქის ჩამოყალიბდა და ძალიან მახარებს ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ვეცადეთ რომ გვემოგზაურა დროში ქალაქ რუსთავიდან, ბოლო 10 წლეულებს გადავავლეთ თვალი, ნოსტალგიურ მოგონებებსაც, ჩვენი ბავშვობიდან გამომდინარე და იმ მომავალს და რეალობას, რაშიც დღეს ვართ. ნინო ლაცაბიძე, ქალაქ რუსთავის მერი იყო ჩვენი სტუმარი. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. თქვენ რადიო იმედს უსმენთ FM 105 და 9-ზე. მომდევნო კვირაში, რა თქმა უნდა, გადაცემის ფორმატში ახალი სტუმრით და ახალი თემით შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.